მოთმინებისა და ნუგეშინის ცემის ღმერთმა კი დაე ერთსულოვნად გამყოფოთ ქრისტე იესოს მიერ. რათა ერთსულოვნად ეს ერთ-ერთი უსაყვარლესი სიტყვა იყო ჩვენი გარდაცვლილი პატრიარქის ერთსულოვნება. ტელევიზიასაც იმიტომ დაარქვა. რათა ერთსულოვნად და ერთხმად ადიდებდეთ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას. მას შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ ღვთის სადიდებლად. ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, ვივარჯიშოთ ამაში და გვახსოვდეს, რომ ეს არის დასტური, თუ ჩვენ ერთმანეთი გვეყვარება, ეს იქნება დასტური, რომ ჩვენ ღმერთი გვიყვარს. სხვანაირად შეუძლებელია ადამიანს უყვარდეს ღმერთი და არ უყვარდეს მოყვასი. მაგრამ თუ ჩვენი გონება, ჩვენი გრძნობა არ იქნება მიმართული ქრისტესკენ კონცენტრირებულად და თუ ჩვენ არ გამოვძიებთ მის ნებას და ჩვენ ნებას არ დაუქვემდებარებთ ღვთის ნებას, შეუძლებელი იქნება ეს ყველაფერი ჩვენში ახსოვდეს.